ეს ყველა საკითხი რაც ჩვენ დავიწყეთ გაგრძელდება. უშუალოდ ქალაქზე შეფობა მიიღო პრემიერმა და ჩვენ ვიცით რომ პრემიერი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. ახლა აქ იყო საუბარი სხვა თემებზე. მე მინდა გითხრათ რომ დასაქმება რომელზეც ასეთაირად უკვე ვჯერდობ ჩვენ მოვიდა ის პერიოდი რომ ყველა ის იკეთე, ყველა ის გზები, ის წყალი, ის გაზი, ინფრასტრუქტურა ეს არის საფუძველი იმისათვის რომ ჩვენ ქალაქში ინვესტიციები მოვიზიდოთ, ჩვენ ქალაქში საწარმოები გაიხსნათ და მოსახლეობა დასაქმდეს. ამის მაგალითები უკვე არის. ხედავთ თქვენ რომ წარმოებაზე იხსნება, მალე გამოაცხადებთ ჩვენ საკმაოდ თანამედროვე წისქვი კომბინატის გახსნას, ასევე გაიხსნება მეტალურგიული ქარხანა. პრეზიდენტმა გამოაცხადა მშენებლობის დაწყება აზოტის ქარხნის, რომელშიც დაახლოებით 1000 სასიკაცე დასაქმდება და ეს არის მხოლოდ საზღვრის. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ ინფრასტრუქტურა გამავითაროთ, ქალაქი ქალაქს დავამსგავსოთ და ეს ეტაპობრივად ხორციელდება. ის იყო ამაზე და ალბათ ჯობდა არ მენახა ასეთ რაღაცას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების რეაქცია პრესიერი იყო. ორი მინისტრი გადააკეთა თავიდან და ათეულობით კაცი დაიჭირა, ზელდება გამოძიება და ყველა ის მოზალადა და ყველა ის სამარცხინო ფაქტები ყველა დაიჭირა მის ასაკს. ხომ არ ფიქრობ რომ ამან მაინც იმოქმედა თქვენს მხარდამჭერებზე და რა თქმა უნდა ესე გამოიწვია ძალიან ცუდი გაწყობილება, მაგრამ ჩვენ მომხრეების რაოდენობა ამით არ შემცირებულა. იყო ზოგიერთები რომელიც გაცვლილა და გამოხატა თავის აღშფოთება, მაგრამ მე თანამედროვე როცა დაწყობდნენ ისინი ისევ ჩვენი მომხრეებია და ისევ ძლდება ისე. მე ვიტყვი პირდაპირ რომ ეს დალაგდება ძალიან მალე.